განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ზედაყბის ძვალი ოდნავ წინ მდებარეობს, ხოლო ქვედაყბის ძვალი ოდნავ უკან არის გადანაცვლებული. ასეთ შემთხვევაში ზოგიერთ მშობელს გონია, რომ პაციენტის ზედაყბის ძვალია მკვეთრად წინ წამოწეული, თუმცა შეიძლება ქვედაყბის ძვალი იყოს უკან გადანაცვლებული და მკურნალობის მექანიკა არის ასეთი. ზედაყბის ძვალი შეგვიძლია უკან შევწიოთ ოდნავ, მაგრამ არ შეგვიძლია ქვედაყბის ძვალი გამოვწიოთ სახსრის ფოსოდან და გამოვიტანოთ სადღაც აი ამ ადგილას რამდენიმე მილიმეტრით რომ გამოვწიოთ ქვედაყბის ძვალი. ეს შეუძლებელია. შეიძლება 1 მილიმეტრით გადმოვწიოთ, თუ სახსრის ფოსო და სახსრის თავი ერთმანეთის მიმართ ისე მდებარეობს, რომ ოდნავ უკან არის გადანაცვლებული, მაგრამ შეუძლებელია 4-5 მილიმეტრით ქვედაყბის ძვალი გამოვიტანოთ წინ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ფოსოდან გამოვა და გამოიწვევს საფეთქო ქვედაყბის სახსრის დისფუნქციას, კუნთების ტკივილს, დაძაბულობას, თავის ტკივილს, საფეთქლის კუნთის ტკივილს, კისრის კუნთების ტკივილს. ამიტომ ამას არ ვაკეთებთ. აბა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ჩვენ შეგვიძლია ზედაყბის ძვალი ოდნავ შევწიოთ უკან და მივიღოთ შედარებით სიმეტრიული, ჰარმონიული სახე, იმიტომ რომ ზედაყბის ძვალის გადანაცვლებასთან ერთად ქვედა ფრონტალური კბილებიც გადმოიხრება წინ. ქვედაყბის ძვალი კი არ გამოდის 4-5 მილიმეტრით, არამედ 1 მილიმეტრით შეიძლება გადმონაცვლოს ქვედაყბა და ასევე ქვედა ფრონტალური კბილები დაიხაროს წინ. რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ზედა და ქვედა ფრონტალური კბილები ერთმანეთთან ჰარმონიულ კონტაქტში იყოს და სახის ესთეტიკა აუმჯობესდება ზუსტად აი ამ მათი ურთიერთმდებარეობის ხარჯზე. ესე იგი, შედეგს ვიღებთ ზედაყბის კბილების უკან გადანაცვლებით, რასაც შედეგად მოყვება ზედა ტუჩის ოდნავ შეწევაც და თუ ეს დამაკმაყოფილებელი არის პაციენტისთვის, ესე იგი, ვღებულობთ კარგ შედეგს. ხოლო თუ თავიდანვე ზედა ტუჩი თხელი აქვს პაციენტს, მისი უკან შეწევის ხარჯზე ეს ტუჩი კიდევ უფრო მეტად თხელდება და ამიტომ პაციენტი წინასწარ მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ტუჩის მოცულობის შემცირება ხდება და ეს უნდა გამოსწორდეს ფილერის საშუალებით.